პატიმრობა ეს არის აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა და მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა რეალური რისკები და არა აბსტრაქტული მსჯელობები იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი შეიძლება მიიმალოს, ან ხელი შეუშალოს გამოძიებას, ან ასე შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, ისევე როგორც თავიდან, როდესაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მოხდა ნინოსთვის, ასევე დღეს ძალაში დატოვება არის სრულიად უსაფუძვლო და ის არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ასევე საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ ნინოს პატიმრობაში დატოვება ცალსახად უკანონო გადაწყვეტილება. ნინოსთან შესულები იყვნენ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტები, მათ შორის დავით მაღრაძეც. როდესაც დანიშნულია სასამართლო სტაციონარული ექსპერტიზა და როდესაც პროკურორი ითხოვდა, რომ გადაეყვანათ ნინო სტაციონარში, ანუ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ჩვენთვის გაუგებარია რის საფუძველზე, რა ნორმის, რა დადგენილების, რა გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა მალულად ისევ ექსპერტების შესვლა. ნინო დათაშულმა ითხოვა, რომ დაუკავშირდებოდა მის ადვოკატებს და გაივლიდა კონსულტაციას ამასთან დაკავშირებით, როგორც დღეს სასამართლო პროცესზე განმარტა, თუმცა უთხრეს, რომ ეს არ იყო საჭირო და ჩვენ ამ დრომდე ოფიციალურად არ ვიცით, რა იყო დავით მაღრაძის დაწესებულებაში შესვლის საფუძველი, მათ შორის კანონიერება და მიზანშეწონილობა. თუმცა პროკურატურამ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ფსიქიატრები შედიოდნენ ნინოსთან, რადგან ნიშნის მოგებით განმარტა, რომ აბა ხო შევიდნენ ნინოსთან და ხوار უწამებია თუ აი ესე ხედავს პროკურატურა ადამიანის უფლებებს და ესე ხედავს სტანდარტებს, რა დროს შეიძლება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ჩატარებული იყოს კონკრეტული სახის ექსპერტიზა ან ადამიანის უფლებებში ჩარევა. ბრალდებული საუკეთესო ინტერესის და იმის პოზიციით, რომ უარს აცხადებდა სტაციონარულ სასამართლო ექსპერტიზაზე, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან საექსპერტო დაწესებულებასთან მიმართებაში დაზუსტდა მოთხოვნა, რომ ბრალდებულს ჩატარებოდა ამბულატორიული ექსპერტიზა, ამბულატორიული ექსპერტიზის ფარგლებში ბრალდებულს შეხვდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავად გამოცხადდა ექსპერტი, შეხვდა, გაესაუბრა მას და ამით საექსპერტო კვლევა დასრულებულია, სხვა სახის დამატებითი ექსპერტიზა აღნიშნულ საქმეზე აღარ ჩატარდა.